იმისთვის, რომ თვალსაჩინოდ წარმოვიდგინოთ და გავიაზროთ ტერმინოლოგიური არსენალი, რომელსაც იყენებდა პოსტმოდერნიზმი, განვიხილავთ ჟაკ დერიდას წიგნს, რომელსაც ეწოდება გრამატოლოგიის შესახებ. ამ წიგნში დერიდა ეჭქვეშ აყენებს მეცნიერულობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. ის წერს: გრამატოლოგიამ უნდა მოახდინოს ყოველივე იმის დეკონსტრუირება, რაც აკავშირებს მეცნიერულობის ცნებასა და ნორმებს ონტოთეოლოგიასთან, ლოგოცენტრიზმთან, ფონოლოგიზმთან. ამიტომ არ არსებობს დერიდას აზრით პასუხი კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა გრამატოლოგია მეცნიერებას. დერიდას აზრით გრამატოლოგია ჩაწერილია მეცნიერებაში და ახდენს მის დელიმიტირებას. გრამატოლოგიამ უნდა უზრუნველყოს მეცნიერების ან მეცნიერული ნორმების თავისუფალი და მკაცრი ფუნქციონირება ამ უკანასკნელის წერილობაში. ის კეტავს და ამასთანავე ხსნის, აბათილებს, აუქმებს იმ მიჯნებს, რომლებიც ზღუდავენ კლასიკური მეცნიერულობის არსებობის სფეროს. გრამატოლოგია არის მეცნიერება წერილობის შესახებ, ანუ იმის შესახებ, რაც ფაქტობრივად არ არსებობს დერიდას აზრით. არსებობს კონკრეტული ცოდნა წერილობის სხვადასხვა სახეობის შესახებ, მაგრამ არ არსებობს ცოდნა წერილობის შესახებ ამ სიტყვის აბსტრაქტული და ფილოსოფიური გაგებით. თანდებული შესახებ გამოხატავს დერიდასეული მიდგომის არსს. საგანი უშუალოდ არ გვაქვს მოცემული. ჩვენ მის გარშემო დავხეტიალობთ და სხვადასხვა მხრიდან ვუტრიალებთ იმ ადგილს, სადაც ის უნდა იყოს. წიგნში გამოთქმულია პარადოქსული თვალსაზრისი. წერილობა წარმოიშვა მეტყველებაზე ადრე, ენაზე ადრე. ვცადოთ ამ პარადოქსული გამონათქვამის არსის გააზრება. რატომ დაინტერესდა დერიდა წერილობის პრობლემით? ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ის არის, რომ საზოგადოებრივი კომუნიკაციის საშუალებები გამრავლდა, რაც გამოიწვია კომუნიკაციის გართულება. საჭირო ხდება ბევრი დამატებითი საკომუნიკაციო რგოლის შემოტანა, რათა ადამიანებმა გაუგონ ერთმანეთს. ეს შესამჩნევია ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და შემეცნებით საქმიანობაშიც. ერთი შეხედვით არაფერი დარჩა უშუალოდ მოცემული, უეჭველი. სად არ ეძებდნენ ახალ საყრდენებს? მათ ეძებდნენ ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების თვალსაჩინო მოვლენებში, არაცნობიერში, შემეცნების ელემენტარულ ფაქტებში, თვითცხოვრების სტიქიაში. ზოგიერთის აზრით საჭირო იყო ცნობიერების სრული განწმენდა, რათა გამოაშკარავებულიყო მისი მუშაობის მექანიზმი. სხვებისთვის პირიქით არსებითი იყო კულტურული ცხოვრების ყველა შრის და იმ სოციალური წანამძღვრების, რაც შეიძლება სრული გათვალისწინება, რომლებიც შეუძლებელს ხდიან ცნობიერების ფაქტების წმინდა სახით გამოვლენას. ამის შედეგად ევროპული აზროვნების იმ მიმართულებებს, რომელთათვისაც მეცნიერება და შემეცნება მნიშვნელოვან საგნებს წარმოადგენდა, იმედი გაუცრუდათ თავიანთ პროგრამებში და ისინი დაინტერესდნენ საერთო თემით, შემეცნების წანამძღვრებით და მედიატორებით, რომელთა გარეშე შეუძლებელია რაიმეს მიშნევა ცხადად და სარწმუნოდ.
ფილოსოფოსებმა გაიცნობიერეს, რომ თუ მე-19 საუკუნის ფილოსოფიაში მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ცნობიერების პრობლემა, მე-20 საუკუნეში მისი ადგილი დაიკავა ენა. ტერმინი ენა საკმაოდ ფართოდ გაიგება. ესაა ბუნებრივი ენაც, მეცნიერებისა და კულტურის ენაც და ასევე ენა როგორც ადამიანთა კომუნიკაციის საშუალება. ენის როლის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მე-20 საუკუნის ნებისმიერი ფილოსოფიური სისტემის შექმნა. თვით დერიდას არ სურდა, რომ ის აღეწერათ როგორც ობიექტი. აღეწერათ მისი კონცეფცია კონსტატაციის ფორმით და მესამე პირის ხოლობით რიცხვში, მაგალითად ეს არის P. ყოველ სიტყვას, ტერმინს, ცნებას ის ურთავდა აკრძალვით შენიშვნებს, კერძოდ იმას, რომ ეს არ არის სიტყვა, ტერმინი, ცნება, მეთოდი, ოპერაცია, აქტი. მაგალითად, არ არსებობს მეტაფიზიკა როგორც ასეთი, ფილოსოფია როგორც ასეთი, ან დეკონსტრუქცია როგორც ასეთი. ყველაფერი ეს არსებითია, მაგრამ არ ღირს დაუჯეროთ დერიდას. მაგალითად, თუ ის ამბობს, რომ მოხსნა ლოგიკურისა და რიტორიკურის ან მეტაფორულის ოპოზიცია, უნდა ვიკითხოთ, შესაძლებელია თუ არა ეს საერთოდ და რა მოუვა ფილოსოფიას ასეთ შემთხვევაში. ასე რომ, დერიდასეული აკრძალვების მიუხედავად, მის კონცეფციაში არის ცნებები, რომლებიც ასრულებენ თავიანთ ცნებით დანიშნულებას არანაკლებ კარგად, ვიდრე სხვა ფილოსოფიური და არაფილოსოფიური ცნებები. დეკონსტრუქცია, ეს ტერმინი, არის ბერძნული სიტყვის ანალიზის ლათინური თარგმანი. დეკონსტრუირებადი ცნებები ის ცნებებია, რომლებსაც დერიდა პოულობს დასავლურ ფილოსოფიურ ტრადიციაში, მაგალითად არსი, მოვლენა, მიზანი, ონტოლოგია, მეტაფიზიკა, მყოფობა. მადეკონსტრუირებელი ცნებები სხვადასხვაგვარი წარმომავლობისაა. მათ შორის შეიძლება იყოს ისეთი ცნებები და მათ შორის მთავარია ნიშანი, რომლებიც ტრადიციის შიგნით იმყოფებიან, მაგრამ სცილდებიან მის ჩარჩოებს და საშუალებას გვაძლევენ გადავიაზროთ სემიოზისის მთელი პრობლემატიკა და ასევე ისეთები, რომლებიც საგანგებოდ არიან შექმნილნი და ასეთია წერილი.